ბიჭებო ყურადღება. დღეს ღამის 12 საათზე ყველანი შემოდით ჩვენს Telegram არხზე. იქ დაგვხვდებათ Holloway-სა და Oliveira-ს რევანშის პირდაპირი ლინკი. არანაირი გაჭედვები. მხოლოდ სუფთა დრაივი BMF-ის კამრისთვის. ჩვენს ბანდაში უკვე 84 ადამიანია და მხოლოდ შენ გელოდებით. სპეციალურად ჩვენიანებისთვის დავაფიქსირეთ სასიამოვნო ბონუსი. ყველა დეტალი და ტრანსლაციის ბმული ნახეთ აღწერაში და ჩაკეცილ კომენტარში. გამოიწერე არხი, ჩართე შეტყობინებები და იყავი ყველა ფინიშის საქმის კურსში. შევხვდებით ოქტაგონზე. მოკლედ, სასტავ, ყველას მოგესალმებით. დღეს სერიოზული ამბავი უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ გუშინ ნამდვილი ბომბა გასკდა. ილია თოფურია და ისლამ მახაჩევი. ვიცი, ჩემს წინა ვიდეოზე ბევრს ჰქონდათ განსხვავებული აზრი. კომენტარებშიც ცეცხლიენთო, ზოგი მეთანხმებოდა, ზოგი აკრიტიკებდა. მესმის თქვენი, ყველას თავისი ინფო აქვს, მაგრამ მოდით, ცივი გონებით შევხედოთ სიტუაციას და სიმართლე გავარკვიოთ. მე აქ ზღაპრების მოსაყოლად არ ვარ. ჩემი მიზანია დაგანახოთ, რა ხდება სინამდვილეში კუხნის მიღმა. დავიწყოთ მთავარით. ბევრი ამბობდა, რომ მახაჩევი საერთოდ არ განიხილებოდა თოფურიას მეტოქედ. თითქოს მოლაპარაკებების მაგიდასთან მისი სახელიც არ ხსენებულაო. აი აქ ცდებით ძმებო. ჩემი წყაროები, რომლებიც საკმაოდ ახლოს არიან UFC-ს სამზარეულოსთან, მიდასტურებენ, რომ ისლამი არა მარტო იყო სიაში, არამედ მასთან აქტიური კომუნიკაცია მიდიოდა. ზარი განხორციელდა, წინადადება მაგიდაზე დევს. თოფურია მახაჩევი, ეს არის ის ბრძოლა, რომელიც ჰაერში ტრიალებს და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ წინწასული მოლაპარაკებებიც იყო. გუშინ თავად დანა ვაიტმა დაანონსა, რომ შაბათს ყველაფერი გაოფიციალურდება და გავიგებთ, ვინ იქნებიან თეთრი სახლის ივენთის მთავარი სახეები. აქ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი. UFC არასდროს დებს ფსონს მხოლოდ ერთ ვარიანტზე. ისინი ჭადრაკს თამაშობენ. რა თქმა უნდა, Justin Gage-იც განიხილება, ეს ლოგიკურია, მაგრამ თავად ილიას მოусმინეთ. ტიპს мотиваცია აქვს პიკზე. მას ისლამთან ჩხუბი უნდა. მას სჭირდება ნამდვილი გამოწვევა და არა უბრალოდ მორიგი ბრძოლა. Gage მაგარია კი ბატონო, მაგრამ მახაჩევი სხვა დონეა და ილიას ზუსტად ეგ დონეს წყურია. თუ ეს ჩხუბი არ შედგა, არ დაიწყოთ მერე რომ ვიღაცამ რაღაც მოიგონა, ან ეს ჰაიპი იყო. სპორტში და განსაკუთრებით ბიზნესში ყველაფერი ფულზე და შეთანხმებაზე დადის. თუ მხარეები ციფრებზე ვერ მორიგდნენ, მხოლოდ მაშინ ჩაიშლება ეს ამბავი და არა იმიტომ, რომ ვიღაცას ვიღაცის ეროვნება არ მოსწონს. ხალხო, ნუ ეძებთ პოლიტიკას იქ, სადაც სუფთა სპორტული ინტერესი და დიდი მაყუთია. ეს არ არის რუსეთ-ესპანეთის დაპირისპირება. ეს არის ორი საუკეთესო მებრძოლის შეჯახება, რომელსაც მთელი სამყარო ელოდება. ჩემი ინფორმაციით, გუშინდლამდე მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაში იყო. ახლა ბურთი დანა ვაიტის მოედანზეა. თუ მან ორივე მხარის პირობები დააკმაყოფილა, ხვალ შოკში ჩავარდებით. ვინც გეუბნებათ, რომ ზუსტად იცის რა ხდება დახურულ კარებს მიღმა, უბრალოდ გატყუებთ. ზუსტი დეტალები მხოლოდ დანა და თავად მებრძოლებმა იციან. მე კი გიზიარებთ იმას, რაც სანდო არხებით მომდის. ზოგ შეიძლება გაეცინოს, მაგრამ ილიას თეთრებში გამოწყობაც კი გარკვეული მესიჯი იყო. ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ ამ სპორტში შემთხვევით არაფერი ხდება. მოკლედ, სიტუაცია ასეთია. ილია ისლამი თეთრი სახლისთვის რეალურია. თუ დანა ბოლო მომენტში სხვა გზით წავა, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ ის, რომ ეს ვარიანტი მუშაობდა, ფაქტია. მე არ მიყვარს ჰაერზე ლაპარაკი და სპეკულაციები. ორი დღე ველოდები, გადავამოწმე, გადავამუშავე და მხოლოდ მერე გამოვიტანე თქვენთან. UFC-ს ახლა სჭირდება დარტყმა მაგიდაზე. სჭირდება რაღაც გრანდიოზული, იმიტომ რომ ბოლო ივენთები ცოტა უფერული გამოვიდა. Paramount-ის ერა უნდა დაიწყოს ხმაურით და რა იქნება იმაზე ხმაურიანი ვიდრე თოფურია და მახაჩევია დაპირისპირება. ახლა მოდით უფრო სერიოზულად შევხედოთ, რატომ ატყდა ასეთი ამბავი ამ ორ სახელზე. იცით რა არის მთავარი? UFC-ს სჭირდება ახალი სისხლი და ახალი ისტორია. მახაჩევი თავისი წონის მეფეა, ტიპი ნამდვილი მანქანაა, მაგრამ ილია არის ის, ვინც მთელ ამ სისტემას თავდაყირა აღენებს. ბევრი ამბობს, რომ ილიასთვის ჯერ ადრეა ისლამზე გასვლაო. მეგობრებო, ადრე იყო მაშინ, როცა ვულკანოვსკიზე ამბობდნენ ილიას შანსი არა აქვს. მაგრამ ყველამ ნახეთ რა მოხდა. ილია არ არის ის ბიჭი, რომელიც ვინმეს რიდით უკან დაიხევს. პირიქით, რაც უფრო დიდია მეტოქე, მით უფრო მეტად იხსნება მისი პოტენციალი. დააკვირდით მომენტს, რატომ მაინც და მაინც ახლა? იმიტომ რომ დანა ვაიტს სჭირდება სუპერ ბრძოლა, რომელიც რეიტინგებს კოსმოსში გაუშვებს. Justin Gage მაგარი მებრძოლია, ნამდვილი მეომარია, მაგას არავინ უარყოფს, მაგრამ Gage-ისთან ბრძოლა არის უბრალოდ კარგი ჩხუბი. მახაჩევი თოფურია კი არის ისტორიული მომენტი. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სკოლის და სტილის შეჯახება. როცა ილია ამბობს, რომ მას მახაჩევი აინტერესებს, ის ამას ჰაერზე არ ისვრის. მან იცის, რომ ისლამის დამარცხებით ის ხდება არა უბრალოდ ჩემპიონი, არამედ ლეგენდა. ბევრს გონია, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიაა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, დაუჯერეთ ფაქტებს. რატომ ჭიანურდებოდა სხვა ბრძოლების გამოცხადება? რატომ იყო ასეთი სიჩუმე ბოლო დღეებში?
იმიტომ რომ კულისებში ვაჭრობა მიდიოდა. UFC ცდილობდა დაეთანხმებინა ისლამი, რომელიც შესაძლოა სხვა გეგმებს აწყობდა. მაგრამ როცა მაგიდაზე დევს ილიასნაირი მებრძოლი და თეთრი სახლის მასშტაბის ივენთი, უარის თქმა ძალიან რთულია. ეს არის ბიზნესი, სადაც წამები წყვეტს ყველაფერს. ხშირად მწერენ, რომ ესპანეთსა და რუსეთს შორის რაღაც კონფლიქტია და მაგიტომ არ შედგება ეს ჭხუბიო. ბიჭებო, მართლა გჯერათ, რომ დანა ვაიტს ეგანაღლებავს? დანას აინტერესებს მხოლოდ ერთი რამ, გაყიდული ტრანსლაციები და სავსე დარბაზი. თუ მას ექნება შანსი, რომ ოქტაგონზე ორი ასეთი მასშტაბის ვარსკვლავი შეაჯახოს, ის ამას გააკეთებს, თუნდაც მთელი მსოფლიო ამას ეწინააღმდეგებოდეს. ილია თოფურია დღეს არის UFC-ს ოქროს წიწილა. მას აქვს ის ხარიზმა და ის თავდაჯერებულობა, რაც ბევრს აკლია. ის არ თამაშობს, ის მართლა ასეთია. და როცა ასეთი ტიპი ამბობს, რომ ისლამს მოუგებს, მე პირადად მისი მჯერა. ზოგს ეჩვენება, რომ ილია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ამ სპორტში თუ არ ლაპარაკობ, არავინ გიცნობს. მაგრამ ილიასგან განსხვავებით, ბევრი მხოლოდ ლაპარაკობს. თოფურია კი სიტყვას საქმით ამყარებს. გახსოვთ ვოლკანოვსკის თანბრძოლამდე როგორ დასცინობდნენ? ახლა კი ყველა ჩუმად არის. იგივე მოხდება მახაჩევთანაც. ისლამი გენიალურია პარტერში, მაგას ვერავინ წაართმევს. მაგრამ ილიას აქვს ისეთი ნოკაუტიერი დარტყმა, რომელმაც შეიძლება ნებისმიერი გეგმა ერთ წამში ჩაშალოს. კიდევ ერთი დეტალი. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იქცევა UFC-ს მენეჯმენტი. ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ მთავარი ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნონ. შაბათის ანონსი იქნება წერტილი ყველა ჭორზე. მე ჩემს წყაროებს ვენდობი და ვამბობ, რომ მახაჩევი იყო და არის ნომერ პირველი ვარიანტი ამ ივენთისთვის. თუ რამე შეიცვალა ბოლო 24 საათში, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ზედმეტი მოითხოვა, ამ ფიზიკურად ვერ მოასწრო მომზადება. მაგრამ ინტერესი არის კოლოსალური. ასე რომ სანამ სხვები პანიკაში ვარდებიან ან ჰეიტს აფრქვევენ კომენტარებში, ჩვენ დაველოდოთ ოფიციალურ დასტურს. მე კი გავაგრძელებ ინფოების მოპოვებას. ეს ბრძოლა თუ შედგა, ეს იქნება წლის მოვლენა, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთელი მსოფლიო მებრძოლთა საზოგადოებისთვის. ილია მიდის ოქროსკენ და მას გზაზე ვერავინ დაუდგება, ვერც ისლამი და ვერც სხვა. მოკლედ, ბიჭებო, ფინალურ ეტაპზე გადავიდეთ. ბევრი მეკითხება, ძმაო, რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ ილია ისლამი რეალურიაო? იმიტომ რომ UFC-ში შემთხვევით არაფერი ხდება. დააკვირდით მახაჩევის ბოლო ინტერვიუებს. ტიპი ცოტა ნერვიულობს. მან იცის, რომ ილია არ არის მორიგი ბალიში, რომელსაც იოლად დააგდებს და გაგუდავს. ილიას აქვს ისეთი ბაზა ჭიდაობაში და ისეთი სისწრაფე ხელებში, რომ ისლამისთვის ეს იქნება ყველაზე დიდი თავსატეხი კარიერაში. ახლა მოდით რეალობას შევხედოთ. თუ დანა ვაიტი ხვალ გამოაცხადებს, რომ ილია ჯასტინ ჯეიჯის ხვდება, ეს ნიშნავს, რომ UFC-მ უბრალოდ უსაფრთხო გზა აირჩია. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ დანას რისკი უყვარს. მას უნდა, რომ თეთრი სახლი ისტორიაში შევიდეს. ილია თოფურია კი ზუსტად ის მებრძოლია, რომელიც ისტორიას წერს. გახსოვთ როგორ ამბობდნენ, ქვემსუბუხი წონა ვოლკანოვსკის გარეშე მოწყენილობა იქნებაო. ილიამ მოვიდა და ერთი დარტყმით ყველას ენა ჩააკმენდინა. ახლა იგივე ხდება მსუბუქ წონაშიც. ისლამი ძლიერია, კი ბატონო, მაგრამ ილია არის მატრიცა, რომელიც სისტემას ანგრევს. ჩემი ინფო ისევ ძალაშია. მოლაპარაკებები იყო ძალიან მძიმე და ძალიან მაღალ ფსონებზე. თუ ეს ჭხუბი ხვალ არ დაანონსდა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხარეებმა ბოლო წამს ვერ გაყვეს მაყუთი, ან ვიღაცას უკანა გადაცემაში ჩაეგდო. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისლამის სახელი საერთოდ ამ კონტექსტში გაჟღერდა, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. ილია აღარ არის უბრალოდ პრეტენდენტი, ის არის ორგანიზაციის მთავარი სახე. და როცა მთავარ სახეს უნდა საუკეთესოსთან ჭხუბი, ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. სასტავ, მე ჩემი მხრივ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყველაზე ცხელი და უტყუარი ინფოები მოგიტანოთ. არანაირი წყალი, მხოლოდ მშრალი ანალიტიკა და ფაქტები. ხშირად მეუბნებით, რომ ცოტა აგრესია დაამატეო. აი გეუბნებით პირდაპირ. ვინც ამბობს, რომ ილიას შანსი არ აქვს, საერთოდ არ ესმის ეს სპორტი. გადართეთ ჭადრაგზე ან რამე უფრო მშვიდზე, იმიტომ რომ აქ ნამდვილი ომი იწყება. ილია მიდის ორი ქამრისკენ და ამას ვერავინ შეაჩერებს. და ბოლოს, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. ჩვენი Telegram არხი ნელ-ნელა იზრდება. უკვე 90 კაცი ვართ. სულ რაღაც 10 კაცი გვაკლია იმისთვის, რომ პირველი სერიოზული ნიშნული 100 გამომწერი დავხუროთ. მოდით ეს საქმე დღესვე მოვამთავროთ. გადადით ლინკზე, დააჭირეთ subscribe-ს და გახდით ჩვენი სასტავის ნაწილი. იქ კიდე უფრო მეტი ინსაიდი და პაცანური გარჩევები გველოდება, რომლებსაც YouTube-ზე ვერ ვდებ. მოკლედ, ველოდებით შაბათს, ველოდებით დანა ვაიტის სიტყვას. მე კი მჯერა, რომ ილია თოფურია კიდევ ერთხელ დაამატკიცებს, რომ ის არის ნომერ პირველი მსოფლიოში. გმადლობთ, რომ მისმენთ, გმადლობთ მხარდაჭერისთვის. არ დაგავიწყდეთ ლაიქი, კომენტარი და რაც მთავარია, Telegram-ზე 100 კაცი უნდა შევკრათ. აბა თქვენ იცით, შეხვედრამდე ოქტაგონთან.